მოგესალმებით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე? თემურა ხასზე და მოსულები ვართ აი ესეთ წუმპე გუბე წყალზე. რა ვიცი, სხვა რა დავარქვა. ეს არის ქალაქში, შუაგულში მდებარე აი ესეთი პატარა ადგილი. და ვიცით რომ აქ არის პატარა კალმახები. ამ ტბას რომ მორჩებით, მე უკვე ავიწევით კიდევ ერთ პატარა გუბეზე, რომელიც არის აი იქით ამ მხარეს და იქაც ვნახავთ რა იქნება და როგორ იქნება და მე უკვე ავალთ დიდ ტბაზე, ცოტა უფრო მოძლიერ კალმახებზე მოვსინჯავთ ბედს, ასე ვთქვათ და შევეცდებით რომ დავიჭიროთ. მოკლედ, მორჩით ლაპარაკს და წავიდეთ, დავიჭიროთ კალმახი. თევზი, რავი, რაც იქნება. Let's go. პირველი ჩარტყმა იყო. ჩარტყმები არის სილიკონზე. ხა პატარა 0 გრამიან ვობლერს გადავაგდე, ვობლერს კი აქ კოკეტკას ეგრეთ წოდებულს და ნახოთ შეიძლება ამაზე უფრო წამოვიდეს. ძალიან ხმაურიანი ადგილი არის, მაგრამ ну просто ინტერესის პონჩი ვარ მოსული რა ნახეთ რა. დავსვით. ესეც პირველი. აი, დაწყნარი, გაგიშვა. გაგა თავისუფლად დაწყნარი. მას. ეს მეორე. ეს რა სხვანაირი ჯიშია თო? ეს ძალიან სხვანაირი ტიპია, გამხდარი. პატარა კალმახებზე 0.8 გრამი გიჟივით. გადი. მომიდონა თოლი ამ თევზი შეჭმა. აი. ახლა წინ მეტრო დადის. შუა ქალაქში ვართ. აი მენა კალმახებს ვიჭერთ. კიდევ ერთი. ეს უკვე ლამაზია ბევრად. ის რა იყო თო? ეს ჩვენიერია, ცოტა ხმაურიანი ადგილია, მაგრამ არა უშოს. კარგად კი ვიჭერთ თევზს. კიდევ ერთი. მარცხენა მხარეს დგანა და აი დაწყნარდი. გაიძრო, ბიჭი. მარცხენა მხარეს არიან შეფარულები ახლა და იქიდან გამოყავს, თან იქით წყალზე ზედაპირზე აქტიურობს. აქეთკენ არ არის ჩარტყმები, უფრო მარცხენა მხარეს. სან. კაია რა ვერთობით იმენ. თავში. არის კალმახი? არის კალმახი. ეცა. ეს. ნიკა დასვი რამე? ცოტა კარგად გაატარე რომ ის კონდეს ეს. და დაარტყავს თუ არა ეგრევე გამოკარი.
აუ ეს რა პატარა. ოპა. აგაიცო. ეხლა მე აქ რო ყოველდღე მოვიდე და რაღაც ეგეთ სისულელე არა, მაგრამ უბრალოდ ინტერესი მაქვს რა ესეთი პატარა ადგილების, ლოკალური ადგილების განსაკუთრებით, რომ აი პროსტა რას ვიზავ, რას გავაკეთებ, როგორ გვიზავ და ასე შემდეგ რა. ეგ მაინტერესებს ყველაზე ძალიან. უბრალოდ ინტერესის მუღამი გაქვს რა. ნუ ნახოთ რა გამოგვივა. მედია კარგად იქ წყალთან ცოტა უფრო ახლოსაც ვართ. დაშე. ასე ჩიტები იმენა twins ბურღავენ. ეხა 0.6 გრამზე ჩამოვედი. ეს ცოტა სხვანაირი ის არის. ემ უკრაინელმა რომ აჩუქა. ეგ არის და მინდა რომ ესეც ასე ვთქვათ მოუნათლოთ ეს. დავაპატიმრეთ. აბა, წესხელი ეს დასველება. ისე გამოძრება. აი. ტერაფის. კიდევ ერთი. ესეც ასე. ოპა. ეს გაიზომა იმერთან შედარებით. არ გინდა და წყნარად გამოგაძროვდი. არა, მაინც უნდა გადაირიოთ. ნახეთ როგორი გამხდრები არიან. ძალიან პატარები და გამხდრები არიან. საჭმელი არა აქვს და რაკდნენ. ნა ბატონო. მე ისევ თითი გავჭერ, მე რამდენად უკვე არ ვიცი. აქ დავამთავრეთ თევზაობა და ეხლა წავალთ ზევით პატარა დაგუბებულ წყალზე და მერე უკვე ავალთ დიდ ტბაზე. ნაწილი ერთი დღევანდელი დღის წარმატებით დასრული. წავედ უბანში მივსეირნობთ თევზისაკენ ჰერი-ჰერი. საინტერესოა street fishing-ი რა იმენა. რომ მოდიხარ, ახლა რა თქმა უნდა საინტერესოა როცა თევზი არის და ეხლა ვიცით რომ თევზი არის აქა და დაცურავენ აქ პატარ-პატარა კალმახები. просто აქ გატარება იქნება ძალიან რთული. აი ხედავ კიდევაც ეს პატარა ლიფსიტები ვით არიან. მაგარი ადგილი. აქაც ესეთი პატარა წყალია. ედავთ? ანუ მე უფრო პატარა მეგონა, მაგრამ კაი ზომის ყოფილა. იქნება აქაც. აი აქაც ზედაპირზე არის აქტიურობა. კი, აგებ ხედავ. მაგარი ადგილი. აქ სახლები თუ გაეძრო გასაყიდად, იმას ვიზავ რა ქვია, გადმოვალ აქ საცხოვრებლად. ბალკონიდან ისვი. ოპა. გადაჭერილი მოკ. და გაიქცა. ეცა იმენა დაბლიდან. წყალთანაც არ მინდა ძალიან ახლოს მივიდე. ვიცი რა პირველი აქიდან გადავაგდოთ. რამოდენიმე კაი ზომას მოვკარით თვალი. აჰა. პირველი დავსვით. არა, პირველი არ მეორე. მე პატარა. აჰა. ძალიან პატარა. აჰა. შეო გავუშვით. ვაცადე რომ ჩაძირულიყო და დავსვით. მე კიდევ ერთი პატარა სხვანაირად არ გამოდის. აი გაჩეთ.
ისეთი ბეჭკუნა მიბრძანდით. აქ იმდენი არ არის, რამდენიც იმ პირველ ტბაზე იყო. ან ვერ ვატყუებთ, არ იცი. ჩემო ძმაკაცმა აქ დაიჭირა ეხლა და მე იქითკენ დავსვი ორი. აი ნახეთ რა ადგილია. შუა კორპუსებში, სახლებში, street fishing. გაჩერდა აქტიურობა. ვერავინ ვერაფერს ვერ ვიჭერთ. ხო და ახლა გადავალთ მალე მესამე ტბაზე. არა, ჩარტყმებიც არ არის საერთოდ, აი გამოსვლაც აღარ აქვს უკვე თევზს. არა, შეიძლება შევაშინეთ. იგეც არა გამორიცხული. შევიცვალოთ ადგილი და თუ არაფერი, მერე გადავიდეთ უკვე მესამე ტბაზე. და მოვედით მესამე ტბაზე. ამ ტბას კი თქვენ ძალიან კარგად იცნობთ. წინა ვიდეოში იყო ეს ტბა. აბა ვნახოთ. მე გაციებული ვარ თან. ხო და პარაცეტამოლის ეფექტი ნელ-ნელა გადის უგრძნობ და მეგონი სიცხეც მიწევს. ცოტა შემახურო. ნახოთ, გადავრჩებით. მე მგონი, კაი დღე გამოგვივიდა, ესე იგი პირველ ტბაზე. ხო, კარგად ვიჭიეთ ეს პატარა კალმახუშკები. ეხლა აქ ვნახოთ რა სიტუაცია არის. გუშინ ვიყავი აქ მოსული სხვათა შორის და 0-ით მომიწია სახში წასვლა. ოპა! ჩარტყა თუ დაინახეთ, არ ვიცი. ესე იგი ჯამში ალბათ 1-2 ჩარტყმა მქონდა თუ 3 ჩარტყმა და ისიც უშედეგო. ყოველი ფერის სვლაზე იდეაში, მაგრამ აი თითქოს ახალ ფერს ხედავს და ეგრევე იმინა იღებს, მაგრამ მერე აი პირველი წარტყმის მერე всё ჩუნდება ეგრევე. ჩემო ძმაკაცმა ერთი დაიჭირა ეხლა ხანს ძალიან კარგი ზომის და მეორეს ჰქონდა ძალიან კარგი, ანუ ჩარტყმა, просто გაეშვა მომენტში. ოპა! დავსვი. ფრიქციონი მაქვს ცოტა მოს. ხო, რა სიბძვისი. ხო. მაინც დავატყოეთ, არა, უნდა იწუწუნო რა, წუწუნი შველი საერთოდ. ინა დახმარება? ოპა. რა კაი ფერზეა. ხო, რა კაი ფერზეა, აქეთ გადავასახლო ერთი წამი. უცბად. ეს იმენა. მართლა კარგია. ია. ზუსტად იმ ფერზე იმუშავა, რაზეც მე დაიწყნა. კაი, უენო ნემსკავია, როგორ ვერ გამოიგდი ამდენი ხანი, შენ კიდე რატომ აწვალებ? რატომ აწვალებ? აჰა, ბატონო. აი, ხელს დავისველებ. ამოვიყვან, გაჩვენებთ და უცბად გავუშვათ. აჰა, ბატონო. ისეთი. იარეს სატყუარა მოატყუა. როგორი გავიდა. რაც შეეხება სატყუარას, ესეთი მომწვანო ფერის არის, წყლის შეფერილობის. დავატყვევით. რა თქმა უნდა ეს ტოპ ხარისხის იაპონური სატყუარები არის. ზედვე აქვს. უენო ნემსკავი, აი მენა ყველაფრისთვის გამზადებული არის, რასაც ქვია. 2 გრამამდე ჯოხმა დაამუშავა. Yes. 3 ტბა, 3-ვეზე თევზი. GG. ვაგრძელებთ. ჩემთვის მაინც დღევანდელი დღის მთავარი რაც იყო ის შევასრულე იმავე ორ ახალ გუბეზე, ასე ვთქვათ, დავიჭირე თევზი და აქაც იმენა ამუშავე. სატყუარა. გუშინ ვიყავი მოსული სხვათა შორის აქა და ვაფშე 0 თევზით წავედი და დღეს რაღაცა გამოგვივიდა მაინც, ასე რომ ეგ გვახარებს. აი, გადავინაცვლებ, მე ხა ცოტა ხანი თავ შევაფარებ იმას. ნახოთ, იმედია რომ მალე გადაიღებს. დიდი ღრუბლები არ ჩანს და. ნელი გატარება მოსწონს. იმენა აი ნელი. აჰა. რა ვთქვი, ნელი გატარება მოსწონს მეთქი.
ორზანდით ბატონო ჩემო. ხო? აჰა. და გადაიხლართ, ა? ალამაზია. ისეთი კარგი. უცბად დავაფიქსიროთ, გავუშვათ. ოპა. Yes. მივაგენი. ჩავედი, დაბლა ჩავედი, შევანელე და დაიწყო დარტყმები. ჭექა-ქოხილის მარში. ალბათ, რა ვიცი, ისე ნათქვამია, რომ ჭექა-ქოხილის წინ კარგად იკბინებაო. ხო. აი დასო. А можно твой этот? Да. Ага. Спасибо. პატარა. დასვა. ამასობაში მე ცვლიდი და ესეც გადავედი ვარდისფერზე, ნახოთ რა იქნება. Ai. Amida. ეს პატარა სტანდარტულად. ხელაზე შეახდა იმ ხელის მოკიდება არ მინდა და არ დაგვიტოვა გზა. იტი. არა ის სპოტი იმენა ისა ჩემი ტკივილი. მოკლედ, აი ესე დაგვიღამდა და უკვე ვიდეოს გადაღებას ასე რა აქვს, თან ბატარეა მიჯდება. ხო და რა ვიცი, დავამთავრებ. დღეს აი ესეთი დღე გამოგვივიდა. რავი, 3 ტბა, 2 წუმპე და 1 ტბა მოვიარეთ. და რა ვიცი, ეს ვიდეო და დღევანდელი დღე იყო უბრალოდ ინტერესის გამო. ანუ მე მევასება ხოლმე ესეთ პატარა წყლებში და პატარა ადგილებში თევზის დაჭერა, უბრალოდ პირადი ინტერესისთვის. აი, შევძლებ თუ არა თევზის მოტყუებას, იქ გატარება, იქ პატარა მიკრო ვობლერები და ასე შემდეგ და მაგია მთავარი მუღამი თორე ხა. იქ კი ბევრი თევზი იყო, იქ ყოველდღე სიარული, ანუ ნაკლებად საინტერესო არის. უბრალოდ მინდოდა რაღაცა განსხვავებული მეჩვენებინა თქვენთვის დღეს street fishing-ის სახით. იმედია რომ მისიამოვნეთ ვიდეოთი და რა ვიცი, მომავალ ჩართვამდე. კარგად.